მოგესალმებით ქალბატონებო და კაპების მაღაზია ხელსური. ეს იყოს თქვენი მოგზაურობა TFC-ის ახალ ეპოქაში. იკეჯიზე შეგიძლიათ ეს განსაკუთრებული დღეა. TFC-ის ბილეთები 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე. მომდევნო ნებისმიერი ამ შესანიშნავ დღეს TFC-ის სახელით რადიო გვინდა მიულოცოთ ყველა ქალს. დედებს დებიებს მეგობრებს და მხარდაჭერებს ისმევ წარმატებას და ბედნიერებას. მადლობას უხდით ორგანიზაცია გამას და მათ დიდ ოჯახს TFC-სთან თანამშრომლობისთვის. ასევე დიდ მადლობას უხდით შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციას მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ჩვენს მედია პარტნიორ კომპანიას Fortuna Plus და Fortuna Sports. დღეს გთავაზობთ 9 სანახაობრივ ბრძოლას. 6 MMA და 3 cage boxing-ს. საღამოს დააგვირგვინებს საკმაოდ მოთხოვნადი და ხმაურიანი ბრძოლა. ვანო ფერაძესა და ნიკა კოდერძიშვილის შორის. გზად ხართ? მაშასე. მგონი გზად ვარ. დავიწყოთ. პირადად აი გიორგი მერებაშვილი მეგობრებო როგორც გითხარით დებიუტი TFC-ში 0-0-ზე რეკორდი. დიახ დღეს შეეცდება რომ 1-0-ზე გახდეს მისი რეკორდი. ყველაფერი მზად არის. ბოლო მითითებებს იღებს და უკვე მზად იქნება ოქტაგონზე შემოსვლაში. მისი მეტოქეც სხვათა შორის არის ძალიან გამოსილი გრეპლინგში და წესით სანახაობრივი გაცვლები უნდა იყოს ჭიდაობაში და გრეპლინგში. გეტყვი. დაველოდოთ ახლა უკვე გიორგი ვასაძე მალე გიორგი მერებაშვილი იქნება ლურჯი კუთხე. კი. გამოდის უკვე ოქტაგონზე გიორგი ვასაძე. 19 წლის 1.74 არის სიმაღლეში ქუთაისიდან. ბიჭები თითქმის ნოლები არიან მეგობრებო. საინტერესო იქნება თქვენ გამომდინარე. პლუს კლუბ ჯიქში ვარჯიშობს. საბრძოლო კარიერა დაიწყო ლეგიონში. ძალიან საინტერესო და მაგარ დარბაზში ვარჯიშობს, მაგარ ბიჭებთან ერთად და საინტერესოა. აი გიორგი განკავას ხედავთ მის კუთხეში, ძალიან გამოსხილ მებრძოლს. მე ვესაუბრე ვასაძეს ბრძოლის წინ და მითხრა რომ ის იბრძვის თავის ოჯახისთვის. ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი სიტყვებია, დიდი მოტივაციაა ჩემი აზრით. დიდი მოტივაციაა და პირადულად უყურებ ძალიან ამ ბრძოლას, როგორც ჩანს. და 15 წლის ასაკში დაიწყო მან ჭიდაობა. ძალიან დიდი ხანია უკვე ამ სფეროში არის. აი ანდრო, აქ როგორც ხედავ, მას გამოცდილება აქვს თან საკმაოდ კარგი გამოცდილება გრეპლინგში. გრეპლინგ ინდუსტრიის ბოქსის ჩემპიონია, რაც არ არის მარტივი ამბავი, შევთანხმდეთ. ძალიან კარგი მიღწევა არის, მე თუ მკითხავ და ასევე ADCC საქართველოშიც იყო გამოსული. ძალიან მაგარი. აბა, მოусმინოთ გიორგი წულაიას. Ladies and gentlemen, this is the first fight of the evening. This fight is 3 rounds in the TFC featherweight division. Introducing first, fighting out of the blue corner, making his debut in the TFC, weighing in at 66 kilograms, fighting out of Club Jiki, Georgi Wasadze! And now, introducing his opponent, fighting out of the red corner, making his debut in the TFC, weighing in at 66 kilograms, fighting out of Tsketa, Georgi Merabashvili! იწყება მეგობრებო. ვიწყებთ მეგობრებო, ვიწყებთ. ყურადღებით იყავით. ამ ბრძოლის საჯი იქნება მანუჩარ კვაშილავა. გამოცდილი MMA-ის მებრძოლი. წავედით მეგობრებო, აი არ იყო გასაკვირი. შესანიშნავი შეტევები. დიდი დარტყმები იყო. არ იყო ეს გასაკვირი, უკვე ბიჭები კლინჩი არიან. ძალიან ფეთქებადი დასაწყისია, მინდა ვთქვა.
ანდერჰუკი აუღო ერთი, ცდილობს რომ მოუტრიალა პოზიცია, მაგრამ ისევ შემოტრიალდა. მუხლებით მუშაობს ორივე. მეგობრებო, მერებაშვილი არის ლურჯი, კუთხე, ვასაძე წითელი. შეგიძლიათ შეხედოთ ხელთათმანზე შემოხვეული, ასე ვთქვათ, მანიშნებელით და გაარკვიოთ რომელიმე ბრძოლია. აწია თუ ჩაიყოს ვერა, ძალიან კარგი დაცვა იყო აქ. აი ამას ვამბობდი. ძალიან საინტერესოა უკვე ეს ყველაფერი. არმბარზე გადაიყვანა, ცდილობს არმბარ. და როგორი ძალაგვანა ხარ? შესანიშნავი. მერებაშვილმა. ჯერჯერობით მერებაშვილია აკონტროლებს. მიიყავს ეს ბრძოლა, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით მერებაშვილი. ისევ ცდილობა ტეიქდაუნის. ნამდვილად. აბა ვნახოთ თუ დაასრულა, ჩაიყვანა, მაგრამ ვასაძე არ ნდება. კარგი ტეიქდაუნი დაცვა აქ. თავის ჭიდაობის გამოცდილებიდან. საერთოდ ბევრი ენერგიას ხარჯავს ახლა მერებაშვილი, ფაქტია, ამდენი მცდელობით. კი, ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავს. საინტერესოა ბოლომდე შეძლებს ასე თუ დააფინიშებს თუ რა იქნება საინტერესოა მეგობრებო, ყურადღებით. აქ ისევ წამოდგა, კი. არ ჩერდება, ვერ გააჩერა ქვემოთ მერებაშვილმა ვერანაირად. მაგრამ კარგად ემუშავება აქ მუხლებით. კი, მოსალოდნელი იყო. გდომაცა დავასაძე, მაგრამ შემოუბრუნა ისევ მერებაშვილმა. ოჩახ ვასაძეს მალე ვიდგება ფეხზე. დასაფასებელია. ბევრი ენერგიას ხარჯავს აქ ორივე მებრძოლი. წუთზე ნაკლები დარჩა მეგობრებო პირველი რაუნდის დასრულებამდე. სულ ცოტათი უპირატესობას მერებაშვილს, იმიტომ რომ აქტიურობს ძალიან. მეც გეთანხმები ამ რაუნდში უპირატესობა მერებაშვილს. რამდენად ეს კარგი დაცვა აჩვენა ვასაძემ. კი, ზუსტად. შეტევა ვერ განახა ვერანაირი, ხესის გარდა ground and pound-ი რო ქონდა საკმაოდ ძლიერი. და დაგვრჩა 9 წუთი აქ რაუნდის დასრულებამდე. ძალიან საინტერესო რაუნდი. როგორც ხედავთ, დარბაზი სავსეა მეგობრებო, ჯერ კიდევ მოდის ხალხი. მუხლებით მუშაობს ორივე მთელი რაუნდია. თითქმის ისევ გდებაზე წაიყვანა მერებაშვილმა, მაგრამ წამოდგა ისევ ვასაძე. ამ მომენტში დარტყმები გაუტარა სახეში და 10 წამი. 10 წამი მეგობრებო. ვასაძემაც შეასრულა. აი ვასაძემ ბოლოს კარგი ground and pound-ი, ძლიერი დარტყმები იყო. ძალიან საინტერესო დასასრული. მონდრო ლიერა დაასრულა ვასაძემ რაუნდი. ახლო რაუნდი იყო მინდა ვთქვა. ასე, მაგრამ ცოტას გადავიხდები მერებაშვილისკენ მაინც. მაგრამ მინდა ვთქვა რომ მე მგონი მაინც უფრო ეფექტური შეტევები ვასაძეს მხრიდან იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარტყმები გაუტარა სახეში ground and pound-ის. ძალიან საინტერესო მეორე რაუნდი გველოდება წინ შედასით. ძალიან საინტერესო კი გეთანხმები და როგორც ავინან აღნიშნეთ, საინტერესო იყო უკვე ეს დაპირისპირება, რადგან ორივეს ჭიდაობის ბაზა და გრეპლინგის ბაზა. კარგი მსვლელობა იყო აქ. საკმაოდ კარგი და კარგად გამოწვევს თათაშორის. ორივე ძალიან გამოცდილი არის ჭიდაობაში და მაგით ახალი ერის დასაწყისი როგორ მოგწევს? გონი? მე მგონი ძალიან კარგად იწყება ჯერჯერობით. მეგობრებო. მომზადებით მეორე რაუნდისთვის. აქ აი ბოლო დარიგებებს იღებენ მებრძოლები კუთხეებიდან და დავიწყებთ უკვე მეორე რაუნდს. თითქოს ოდნავ დაღლილი ჩანს ვასაძე. როგორ შეიძლება არ იყოს ოდნავ დაღლილი? ცოტა უფრო მეტად ვიდრე მერებაშვილი. ესეთი წნეხის ქვეშ იყო პირველი რაუნდი. სულ შეტევაზე იყო მერებაშვილი. დიდად ბევრი ზიანი ვერ მიაყენა, მაგრამ სულ წინ მიდიოდა მთელი რაუნდი. აი ვიწყებთ მეგობრებო, ვიწყებთ მეორე რაუნდს ყურადღებით ყველა. ძალიან საინტერესო ბრძოლა. საჯიც მინდა ვახსენო ძალიან ყურადღებით. და დავიწყეთ მეორე რაუნდი. კარგი შესვლა იყო, მაგრამ დაცვა. ხო, როგორც ხედავთ, ვასაძე აქტიურობს უკვე, როგორც ხედავთ. ძიუდოს
აი გამოუვიდა ძალიან და რა კარგად შემოატრიალა ძალიან აღმოჩნდა ზემოდან მერებაშვილი ორივე ძალიან კარგი ბიჭია მინდა ვაღია კი ნიჭიერი ორივე ძალიან ნიჭიერი არის ჭიდაობაში და გრეპლინგში აშკარად ეტყობათ პოზიციებს არ თმობენ აქტიურია ორივე კი ვასაცენ კარგად დაიწყო მაგრამ საით კონტროლშიცა და აქ მერებაშვილმა გადასვლა მაგრამ არ გამოუვიდა მერებაშვილია მომგებიან პოზიციაზე ასე ვთქვათ ჯერჯერობით მაგრამ აი ძალიან აი ცოტა იჩქარა აქ ვასაცენთან ფეხი აუცურდა მე მგონი ადრომის მომენტში არა ნახოთ საინტერესო ბრძოლა და საით კონტროლ აი აქ ჰედლოკში ყავს საინტერესოა აქ შეიძლება თითქოს ნორსოუში ყავს ხო არაცდის ასომას მაგრამ ფულგარჩი არის ახლა ვასაძის მერებაშვილი ისევ მერებაშვილი მომგებიან პოზიციაში კარგად ემუშავება აქ მერებაშვილმა რამდენი შეცდომაც ვასაძემ დაუშვა იმდენჯერ მერებაშვილმა გამოიყენა ნამდვილად აკონტროლებს ძალიან მალე გადის რომ მეგობრებო იქიდან გამომდინარე რომ საინტერესო ბრძოლაა კი ნამდვილად უკვე წუთი და 10 წამი დაგვრჩა დიახ მეორე რაუნდი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო ჭიდაობის მატჩი გვაქვს ასე ვთქვათ მაგრამ არ მოიწყენ ისე არა ძალიან აქტიურია ორივე მებრძოლი მერებაშვილი უფრო შეტევაზე არის ისევ მეორე რაუნდში აი მარჩობელას აქაც შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით არასწორი იყო აქ მარჩობელაზე გადასვლა პოზიცია დათქმა კონტროლი ისევ და ნახევარი წუთი მეგობრებო ფულ მაუნტზე გადადის აქ ზურგის აღება შეიძლება კი ნამდვილად ცდილობს რომ ზიანი აი შეიძლება ეხა ჩამოსრიალდეს მაგრამ ვასაძის ნამდვილად ძალიან კარგი დაცვა აქვს კი 15 წამი მეორე რაუნდიც მიიწურა ასევე ძალიან საინტერესო მეორე რაუნდი 10 წამი დაგვრჩა და ზურგი აუღო ამასობაში მაგრამ აქედან ვერაფერს ვერ მოასწრებს იქნება აქ ჩოუკის მაგერა ჯობდა რომ დარტყმებით ემუშავა მე თუ მკითხავ ბოლო 10 წამში უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი რაუნდი იყო ესეც რას ფიქრობ ანუ რაუნდებთან დაკავშირებით ხო როგორ გაანაწილებდი პირველი რაუნდი ძალიან ახლო იყო მე თუ მკითხავ ორივე მხარე შეიძლება წავიდეს იმიტომ რომ ვასაძემ უფრო კარგად გამოიყენა თავისი მომენტები მე თუ მკითხავ უფრო ეფექტური იყო მერებაშვილი უფრო მეტი ქონდა მაგრამ ვასაძე უფრო ეფექტური იყო მეორე რაუნდში ჩემი აზრით მერებაშვილმა გადაწონა ვასაძე და წესით 1-1 თუ არა 2-0 უნდა იყოს მერებაშვილის სასარგებლოდ მე ესე მგონია შენ რა სიტყვით მე პირადად ვფიქრობ 2-0-ია 2-0-ს ვფიქრობ მერებაშვილის სასარგებლოდ და ვასაძეს ძალიან კარგი რაუნდი ჭირდება ფინიში ჭირდება ან უბრალოდ ძალიან დამაჯერებელი რაუნდი ნახოთ რა იქნება ბრავო ორივე მებრძოლს მე თუ მკითხავ პირველი რაუნდი თვითონ საჯები როგორ აფასებენ იმაზე არის დამოკიდებული ჩვენ უბრალოდ ჩვენაც რა ფიქსირეთ მეგობრებო პროფესიონალი მსაჯები გადაწყვეტენ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა და აი ვიწყებთ მესამე რაუნდი მესამე და ბოლო რაუნდი მესამე რაუნდი აი ამაზე ნათქვამი 2-3 წელი საქართველოში გამოუშვიდო კი ნამდვილად ესეთი დონის ჭიდაობა გვაქვს აქ აი თითქოს იყო დგომში მცდელობა მაგრამ არა მაინც მოჭიდავე ბიჭები არიან ეთყობად რას გამოსდით უფრო კარგად იმას აკეთებს ორივე ძალიან მაგარი ახალგაზრდა ბიჭები კარგი გოდი აი შესანიშნავი ფეხი თავში მაგრამ შედის მერებაშვილი ესე ფეხში გოლამდე ვერ დიდი ხანი გადაჩერებული ჩაატოვებინო ეს ფეხი მა ემუშავება აქ
დაბლეგზეც სადა ჩაყვანა, მაგრამ კარგი სპროლი იყო აქ ვასათისგან. მაგრამ მაინც ჩაიყვანა შუმა ძალიან მაგრამ მუშაობს ეს ძალიან მაგრამ მუშაობს, ხო? და დაღლილსაც არ გაქვს. როგორც დაიწყო ისე ტემპში მიდის მესამე რაუნდში. ასაძეს ისევ მცდელობა აქვს, რომ რაღაც საბმიშენზე დაიჭიროს ის. უფრო მაგას ცდილობს კი. იქ ქონდა ეგ ტრაიანგლების მცდელობა, არის დასაფასებელია სხვათა შორის ძალიან სასიამოვნოა სულ რომ ცდილობს ადამიანი დროზე ადრე დაასრულოს ბრძოლა. მეტუმეტეს მაყჭობელა როცა არის საქმეში. ცდილობს მერაბაშვილი ახლა ცოტა წამოჯდეს რომ ზიანი მიაყენოს დარტყმებით, მაგრამ არაც ის ვასაძე წამოჯდომას. მანუჩარი აკვირდება, შეიძლება წამოაყენოს თუ არ იქნება აქტიურობა, ისეთი როგორც საჭიროა. წუთი და 10 წამი მეგობრებო, ბრძოლის დასრულებამდე. და ეს ძალიან რთული პოზიცია აქვს ვასაძისთვის. დამღლელიც ძალიან დამღლელია ქვემოდან ამდენი მუშაობა და დაღლეზე ცოტა უფრო რთულია რა თქმა უნდა მაყჭობელას გაკეთება ხელებში ძალა აღარ გაქვს იმდენი ენერგიაც თუნდაც არ ყოფნის წესიერად ალბათ ასე მიიყვანს ბოლომდე თუმცა ხა აი შეიძლება მაგრამ რთული იქნება და ნახევარი წუთი დაგვჭა და ცდილობს, მაგრამ კარგად იცავს მერაბაშვილი, მაინც ხელი შეკრულია. საინტერესოა. მაგრამ დრო არის, მაინც ხელი ტკინველი, მაგრამ იაქტიუროს უნდა, დასაკარგი დრო არ არის. 15 წამი დარჩა. დარჩა 10 წამი. აი, კიდევ ერთი კარგი მცდელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას აღარ დაუშვებდა უკვე მერაბაშვილი. დასრულდა მეგობრებო. როგორ დააჯამებდი თორნიკე ამ ბრძოლას? ძალიან კარგი ბრძოლა იყო. კარგად გაიხსნა UFC-ს ახალი ერა. მე პირადად მესიამოვნა. მეც გეთანხმები ამაში, ძალიან სასიამოვნო ბრძოლა იყო. კარგი ჭიდაობა, კარგი გრეპლინგი გვაჩვენეს ბიჭებმა და ნახოთ აბა რა გადაწყვიტა მსაჯებმა. Ladies and gentlemen, your winner via unanimous decision, Georgi Merabashvili! მე მგონი მოსალოდნელი იყო, მაინც მესამე რაუნდი ისე წავიდა, რომ მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ულოცავთ კი, ნამდვილად ძალიან კარგი ბრძოლა გვაჩვენეს ბიჭებმა. სანახაობრივი. მოთხოვს ორივე ულოცავ, კარგი ბრძოლა.